რაც ჩვენ მოვყევით, რაც ვივარაუდეთ, ერთ-ერთი დაჯდა, ეს იყო კრიმინალური გატაცება. საპატრო პოლიცია იყო გამოყენებული ინფორმაციის მისაღებად, როგორც კი გააჩერეს და დარწმუნდნენ, რომ ნიკა იჯდა მანქანაში, გადმოსცეს რაციაზე, რომ ობიექტი მანქანაშია. ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას, იქცეოდნენ როგორც კრიმინალები, დააგდეს იატაკზე, შემდგომ სამარშრუტო მანქანაში, სადაც დაახლოებით 10 პოლიციელი ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონში ასე ვთქვათ ინფორმაციის მიღებას, ვინაიდან Face ID უყენია, ცდილობდნენ მის სახეზე მინათებას ფამდით, მაგრამ ვერ გახსნეს. იყვნენ ფაქტობრივად, ნიკა გადმოსცემს, ხვალე დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მის გამოცხადებას შესაბამისად და მივა პროცესზე აღნიშნულთან დაკავშირებით იგი არის მოთავსებული დაკავების სიზოლოში და ხვალე გახდება ცნობილი და სასამართლომ უნდა მიეცემა შესაძლებლობა სასამართლო პროცესი როდესაც იქნება, ადმინისტრაციული მიწისქვეშ თვითონ განმარტება გააკეთოს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მას მოექცნენ როგორც, რა ვიცი, უკანასკნელ კრიმინალს. არავითარი განმარტება, არავითარი, ასე ვთქვათ, უფლებების განმარტება, არავითარი ზარის უფლება. მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის, ასე ვთქვათ, იატაკზე. მას აქვს დაზიანებები ხელის მაჯისარეში. და ეს არის ერთადერთი ფაქტობრივად იქცეოდნენ, როგორც ველურები ნიკა ესე გადმოსცემს. თვითონაც არის გაოგნებული ყოველ 5 წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს. არ ვიცი, ხა ეს ახალი ასე ვთქვათ გატაცება არის, რომ დაკავებულ პირს უღებენ ვიდეოს და ვიღაცების ანიჭებს სიამოვნებას აი ამ კადრებით. აი ეს არის ფიზიკური დაზიანებები თუ აღენიშნა. მას ხელის არეში, ორივე მაჯის არეში, ვინაიდან თვითონვე აღნიშნავს, რომ ბოლო წუთამდე, ვინაიდან სანამ არ შემოიყვანეს შენობაში, ძალიან მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი და ფაქტობრივად იყო სამარშრუტო ტაქსი, ფარდებიანი სამარშრუტო ავტობუსი, სავარაუდოდ ის ავტობუსები, სადაც ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ მიტინგების დროს. აი რა გზავნილი აქვს? საძინებოდა რომ ბევრი ადამიანი ელოდებოდა გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე, ღიმილის მომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგასაქმეთა სამინისტროს. აუხსნელია ეს ყველაფერი. გესმით? თუ კი ამას ვიღაცა ცხელთავიანი აკეთებდა იმის გამო, რომ მაგალითად ხვალე ნიკას დაპატიმრება ყოფილიყო მშვიდ ვითარებაში, მე მგონი კონტრპროდუქტიულია ეს ყველაფერი. გესმით? იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამ პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე უსაფუძვლოდ პრევენციის მიზნით, არ ღვევდე კანონს, დავალებას აძლევდე შინაგასაქმეთა სამინისტროს, კრიმინალურ დავალებას და ამის შემდგომ ელოდე, რომ ამასთან დაკავშირებით ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია. ნახსენეთ, რომ ვიდეოებს უღებდნენ, შურიზება ხრესაი, როდესაც გააჩერეს. აი რა იყო? არაფერი, გააჩერეს, პატრული შეეცადა მძღოლის მხრიდან ფორმალური გასაუბრება იყო მძღოლთან და როგორც კი დარწმუნდა, რომ მანქანაში იყო ნიკა მელია, რაციაზე შემოვიდა დადასტურება, რომ ობიექტი არის მანქანაში და ამის შემდგომ ფაქტობრივად 4 კარები ერთად გაიღო და წარმოუდგენელი ხდებოდა. აი, თან ალბათ განგები იყო შერჩეული, ვინაიდან მას უთვალთვალებდნენ, განგები იყო შერჩეული ისეთი ადგილი, სადაც სავარაუდოდ არავითარი გარესათვალთვალო კამერები არ არის, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადახვევა და თვითონ მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა მოგლიჯეს, ვინაიდან აი ეს ფიქსებულების სახით არაფერი იქნება ხომ მათი მხრიდან. მე როგორც უკვე აღვნიშნე, ცალსახად სახეზეა პირის განზრახ უკანონო დაკავება, ცალსახად უკანონო სახეზეა სამსახურო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული, რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე და კიდევ ერთხელ ძალიან მიკვირს იმ პოლიციელებს, რომლებიც ბრმად ასრულებენ მსგავსი სახის დავალებებს. გავაწლები და მეგობრებო, ასეთი დანაშაულები არასდროს არ რჩება გამოუძიებელი. მეცაც გეტყვით, შეიძლება ბევრად უფრო ადრე დადგეს ის დრო, როდესაც ყველა მსგავს დანაშაულზე, ყველა მსგავს თავგასულობაზე მოიკითხო და არავინ არ იქნება შემდგომ თქვენი დამცველი. ამიტომაც ძალიან კარგად დაფიქრდით, რა დავალებას იღებთ და რა დავალებას ასრულებთ. ნიკა ისიც აღნიშნა, რომ საპატრო პოლიციის ეკიპაჟს სახეზე აშკარად შეწუხებული. ფაქტობრივად ოფლი ასყავდაო იმდენად საპატრო პოლიცია, რომელიც გამოიყენებულია სამწუხაროდ ჩვენ და გამოყენებულია ინსტრუმენტად, რომ გააჩეროს პირი, ვინაიდან ჯერჯერობით საპატრო პოლიცია მეტნაკლებად მაღალჩინოსანი ხომ არ ყოფილა ესწრებოდა ამ თვითონ ეგრე უშუალოდ თუმცა თვითონ აღნიშნავს
ნიშნავს, რომ რამოდენიმე მათგანი ამოიცნო აქციების პერიოდიდან და ამასთან დაკავშირებით თვითონ ისაუბრებს. კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა ოპერაცია. თუმცა უმეტესობა მათგანისა არ იყვნენ ჩაცმული ფორმებში და როგორც თვითონ აღნიშნავს, შემდგომ კომუნიკაციაში რომ აი ადამიანი, როდესაც ათეულობით ადამიანი თავს ესხმის, რომლებიც არ არიან ამოსაცნო ფორმაში, რომ მოახდინოს მათ წინააღმდეგობის გაწევა, უფრო სისხლის სამართლის დანაშაულს მე აბრალებენ ადამიანებს. არის ეს მეჩნიეთ ვარა ნიკამელიას რომ ის იყო პოლიტიკური შურისძიება, რომელიდან თქვენ ახსენეთ რომ ვიდეოებს უღებდნენ და სადღაც აკრავდნენ და რა ვარაუდობთ? ნუ ეს ცალსახად ეს არის პოლიტიკური დავალება და გამოყენებული არის უკანონო, ასე ვთქვათ, პირის უკანონო დაკავება უსაფუძვლოდ წინასწარ პრევენციულად, რაც know-how არის.